ხვალ 22 ნოემბერს ტარდება ცხვარიჭამიაში მეხუთე ეტაპი აღმართის დაძლევის ბოლაში. ეს არის ბოლო რბოლა წლევანდელი სეზონისთვის და არის ძალიან დაძაბული სიტუაცია იმის გამო რომ არის დიდი სხვაობა არ არის გოლების შორის ბოლელებში და ველოდებით რომ იყოს დაძაბული რბოლა. დღეს გვაქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე დახრული პარკი, სადაც ვატარებთ ტექდათვალიერებას. გვექნება დაკეტილი პარკი, დილის 9 საათზე გაიხსნება და ბორელებს ექნებათ საშუალება გადაადგილდნენ ცხვარიჭამისკენ და 12 საათზე აიღონ სტარტი და დაიწყოს დიდი რბოლა.
მე წილად ხვდა დღევანდელ დღეს პირველი ადგილი, რაზეც მადლობა მინდა მოუხადო პირველ რიგში Subaru Club Motors და უშუალოდ ამ მანქანის პატრონს შოთას ბაბილოძეს. ნათხოვარი ავტომობილით ხვდა პირველი ადგილი, ასევე მადლობა მინდა მოუხადო პეტრონას ჩვენ სპონსორს და დღევანდელი ასპარეზობა ძალიან საინტერესო იყო, ორი სიტყვით ვიტყვი, ქეთისთან ერთად, ჩემს მეუღლესთან, არა ერთხელ მიასპარეზია, მაგრამ მსგავსი მანქანით პირველად მივიღე მონაწილეობა და საკმაოდ წარმატებულად, ასე რომ იმედი მაქვს, რომ მომავალი წლიდან მეც შევიძენ მსგავს ავტომობილს და გავაგრძელებთ იგივე ტემპში მონაწილეობას. ძალიან კაი შეჯიბრი იყო და მე თვლი და ჩემ მეუღლეც როგორც თვლის, შტურმას ძალიან დიდი როლი უკავია საერთოდ ესეთი ტიპის შეჯიბრებებში და მე ვფიქრობ, კარგად გავართ, თავი მაყოფილები ვართ და ძალიან გვიხარია, რომ დღეს ესეთი პირველი ადგილი გვხვდა წილად. გავიმარჯვე მონოკლასში 1500 კუბიანი ძრავის Honda ავტომობილებით. ძალიან რთული გონკა იყო, რბოლა იყო იმ მხრივ, რომ გზა იყო ძალიან ჭუჭყიანი. ჩვენ ძლიერი მანქანები მიდიოდნენ, რომლებიც ქვებს და იმას ყრიდნენ გზაზე და ამ მხრივ რთული რბოლა იყო ძალიან, მაგრამ გამარჯვებას მივაღწია და მაყოფილი ვარ ძალიან მაინც ამ შეჯიბრებს. მივიღე მონაწილეობა კომპაქტ კლასში, აღმართის ეს დისციპლინაში აღმართის დაძლევა. და გავიმარჯვე არა მარტო დღევანდელ შეჯიბრზე, არამედ წლის საერთო ჯამში გავხდი ჩემპიონი. რადგან ძალიან მოხარული ვარ. რაც ეხა კონკრეტულად დღევანდელ დღეს და დღევანდელ შეჯიბრს, საკმაოდ დაძაბული იყო იმ თვალსაზრისით, რომ გზა იყო ძალიან ესეთ სახიფათო მონაკვეთებით დატვირთული. დღეს ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი აღმართის დაძლევაში მეხუთე ეტაპი, ეს იყო დასკვნითი ეტაპი, წელს არის ბოლო შეჯიბრი აღმართის დაძლევის. ფაქტობრივად პროფესიონალთა შეჯიბრები ამით დასრულდება წელს და გვექნება შემდეგ უკვე შეჯამება, ვინ გახდა ჩემპიონი, თუმცა უკვე გვაქვს მონახაზები წესით, ანუ ვინ არიან უკვე ჩემპიონები ამა თუ იმ კლასში. დღესდღეობით 4 კლასში მიმდინარეობდა ბრძოლა. გუშინ ქონდა დახურული პარკი, დღეს ქონდა უშუალოდ რბოლა. ძალიან კარგი ამინდი იყო, ამიტომაც შეგვიწყო ხელი, მშვენიერი დღე გამოვიდა, ძალიან ბევრი მაყურებელი იყო და მინდა თქვა, რომ დღეს იყო ასე ვთქვათ 8 წლის თავი, მიშა თუ გახსოვს რბოლის, რომელზეც შენ აჯილდოებდი 2007 წელში. და ზუსტად ამ ადგილას, ზუსტად მაგ ტერიტორიაზე იყო რბოლა მაშინაც და რატოღაც ესეთი ტრადიციული გახდა ნოემბრის ბოლო კვირას ცხვარიჭამიაში ჩაგვეტარებდა რბოლა. ის რბოლაც და დღევანდელი რბოლაც ჩატარდა ძალიან კარგად და ეს 8 წლიანი შუალედი, ასე ვთქვათ, ავინაზღავრეთ და ამოვიღეთ რა. როგორც ესეთი ექსესები, ისეთი არაფერი არ ყოფილა, არანაირი გულდაწყვეტილობა არ ყოფილა არავის მხრიდან, არც სპორტსმენის, არც მოსახლეობის, ყველა გაგებით მიუდგა ყველაფერს და მეთქური ერთი ყველა ძალიან ლამაზი დღე იყო დღევანდელი დღე. მე მინდა მიულოცო ყველა მონაწილეს, მე მინდა მიულოცო ყველა გულშემატკივარს დღევანდელი დღე და უკვე მომავალში უკვე იგივეს გავაგრძელებთ. გეგმები რაც აქვს ფედერაციას, ეს აღმართის დაძლევა, რომელიც წელს ჩატარდა ბოლო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, არ ვიცი, მე ვერ დავასახელებ ამდენი წლის განმავლობაში, მაგრამ ის რომ სრულად წელიწადის განმავლობაში 5 ეტაპი ჩატარებული იყო, ესეთი კარგი ხნის განმავლობაში არ ყოფილა. წელს ეს მოხდა. ავაღორძინეთ ჩვენ ეს სპორტის სახეობა, აღმართის დაძლევა, მომავალ წელსაც გავაგრძელებთ და უკვე გავაფართოვებთ უკვე არეალს, გვექნება უკვე რალში ღონისძიებები და ზოგადად ფედერაციის მიზანი არის მომავალ წლისთვის უკვე ვიფიქროთ ევროპის ჩემპიონატი აღმართის დაძლევაში საქართველოში რომ ჩატარდეს ერთ-ერთი ეტაპი.
Давай, дай еще.